ვრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც გახდებიან შესაბამისი შეჯიბრებების პრიზიორები ერთი, ან რომლებიც მოიპოვებენ მსგავს ტურნირებში, შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებას და მხოლოდ სპორტის უნივერსიტეტთან დაკავშირებით და მხოლოდ იმ ფედერაციებთან დაკავშირებით, რომლებიც არიან აღიარებული სპორტის სამინისტროს მიერ. Რა თქმა უნდა, ასაკობრივი საკითხი მნიშვნელოვანი არის, თუმცა არსებული რედაქციაც მსგავს ტურნირებში, შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში, პარალიმპიადებში მონაწილეობის, მათ შორის ჭადრაკის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მონაწილეობის შემთხვევაში, როდესაც პირი იქნება იმ ასაკის, როდესაც მას უწევდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოსვლა, ამ შემთხვევაში ის გათავისუფლდება და ასევე ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც არის წინამოწვევის პარლამენტმა უკვე იმსჯელა და ეს მოქმედი კანონი არის, რომელიც შეეხება უკვე პირობით ჩარიცხულ სტუდენტებს და ასევე ეს ადამიანებიც გათავისუფლებიან ამ ვალდებულებისგან და ასევე ერთი ნაწილი, რაც შეეხება ამ კანონპროექტს, ეს არის გრანტთან დაკავშირებით, თუ კი სასწავლო გრანტის მიღების სურვილი ექნება ჩვენ საამაყო სპორტსმენებს, მათ მაინც ექნებათ ვალდებულება, რომ ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ასე რომ სხვა შემთხვევაში ისინი თვითონ მოახერხებენ სწავლის საფასურის დაფარვას 2250 ლარს, რადგანაც სახელმწიფო უნივერსიტეტზე ვსაუბრობთ.